ჩვენ ახლა ვიმყოფებით კახეთის მეფის გიორგის მკვლელობის ადგილას. ეს არის ქსნის ციხე და ეს ციხე არის საქართველოს სამეფო კარის შემაძრწუნებელი ისტორიების მოწმე და თვითმხილველი. ეს დრამატული ამბები ხდება მე-16 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ერთიანი საქართველო უკვე მთლიანად დაშლილია, ბაგრატიონებმა გაინაწილეს ქართლი, კახეთი და იმერეთი, ასევე ცალკე სამთავროდ გავიდა, თითქმის ერთი საქართველო იყო ასევე სამცხე საათაბაგო, იმას უკვე ჯაყელები მართავენ და ეს მთავრები და მეფეები დიდი სისასტიკით არბევდნენ ერთმანეთს. განსაკუთრებით გამოირჩეოდა კახეთის სამეფო ქართლის მიმართ, ეს იყო გიორგი მეფე, რომელსაც ავ-გიორგი შეარქვა ისტორიკოსმა. ასეთი სახელით, რომ რომელიმე ქართველი მეფე შესულიყოს ისტორიაში მე არ მახსოვს. სხვათა შორის ბაგრატ უფლისწულმა ააგო აი ეს ქსნის ციხე სწორედაც გიორგის თავდასხმებისაგან თავის დასაცავად. ახლა რატო ერქვა გიორგის ავ-გიორგი, ამას ისტორიაც გვიყვება. ეს არ უკავშირდება მხოლოდ ქართლის დალაშქრას. გიორგის ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მამასთან, სანამ მეფე გახდებოდა. მამამისი იყო ალექსანდრე I, კახთა მეფე ალექსანდრე I და გიორგი იყო მისი კანონიერი მემკვიდრე. თუმცა უფლისწულმა გიორგიმ იეჭვიანა, რომ შესაძლოა მამის ტახტი მიეცა მისი უმცროსი შვილისათვის დემეტრესათვის და ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ სხვანაირად მიეღო ტახტი. და ეს იყო ჩვეულებრივი, რასაც ქვია სამეფო გადატრიალება და მან მოაკვლევინა საკუთარი მამა ალექსანდრე და საკუთარ ძმას დემეტრეს დასთხარა თვალები და გააძევა კახეთიდან. აი ასე გახდა ჩვენი გიორგი მეფე, კახეთის მეფე, რომელმაც შემდეგ გადაწყვიტა, რომ ქართლთან უკვე ასე გაესწორებინა ანგარიშები. და აი სწორედაც ბაგრატმა მერე უფლისწულმა ააგო აი ეს ციხესიმაგრე მისგან დასაცავად. ნახოთ, არ არის ძალიან დიდი ციხესიმაგრე, რო ვთქვათ, დიდ სივრცეს ტერიტორიებს არ მოიცავს, მაგრამ არის ძალიან კომპაქტური და აი თუ გინდა რომ მე-16 საუკუნის სული ვიბრძოთ, მართლაც აი ამ ციხეში მოვიდეთ და დავათვალიეროთ. მოდი შევიდეთ. აი ეს არის ყველაზე პატარა საბრძოლო კოშკი, რომელიც ამ ციხესიმაგრეს აქვს, მაგრამ აქ კოშკებს, რასაც დავაკვირდი, ყველას ჰქონდა ასევე საცხოვრებელი ფუნქცია. უყურეთ, აი ყველა საათ შევავთ და დავაკვირდებით, ყველგან ერთ და იგივე სურათი არის, რომ ყველას აქვს ბუხარი. აი ნახეთ, ბუხარი არის. ანუ ეს გვეუბნება იმას, რომ ეს მხოლოდ თავდაცვითი დროებით კი არ იყო, როგორც ჩანს, აქ ცხოვრობდნენ კიდეც. შემდეგ მოდის უკვე გადახურვა. აი ნახეთ, გამხელა ძელები იყო გადებული, ამსის ქეთყობა. და აი უყურეთ, შემორჩენილი არის, რა ვიცი, ალბათ მინიმუმ 300 წლის წინანდელი ძელის ნაშთები მაინც. აი მოდიოდა ესე გადახურული იყო და შემდეგ იყო კიდევ ერთი სართული, ანუ ეს არის ორსართულიანი კოშკი. ეს არის ყველაზე პატარა კოშკი ამ ციხესიმაგრეში. მოდი ახლა გავაგრძელოთ ამ ციხესიმაგრის დათვალიერება. ქსნის ციხე რელიეფს მიუყვება მთლიანად და პრინციპში ამხელაც იქნებოდა, არ მგონია რომ რაღაც როდესაც პირველად აღაშენეს ამაზე დიდი ყოფილიყო და რასაც ვაკვირდები, აქ იქნებოდა დაახლოებით ალბათ 100 მეტრი ხომ მეტი, ალბათ არც დაეტეოდა 100-150 მაქსიმუმ ალბათ, რომ ყოფილიყვნენ კომფორტულად და დიდი ხანი თუ იქნებოდა ალყა. აქვე მინდა გაჩვენოთ ძალიან საინტერესო რამ და ძალიან საინტერესო ისტორია აქვს აი ამ ისტორიულ არტეფაქტს. არ ვიცი, როგორ შეიძლება უწოდო ამას. შეხედეთ, აი ეს, რასაც ახლა ხედავთ, ხო, ეს არის ჭა და ეს არის წყლის რეზერვუარი. თუ დააკვირდებით, აი ეთყობა კიდეც უძველესი თიხის მილიდან როგორ შემოდიოდა აქ წყალი. მე ვხედავ, ეს ალბათ ბოლომდე არ არის გაწმენდილი, შესაძლოა ეს კიდევ უფრო ღრმაც იყო და ამას უკავშირდება ერთი ძალიან საინტერესო ისტორია, მე ასე ვიტყოდი. ამ ციხესაც შემდეგ დაერქვა ძალიან უცნაური სახელი, უცმაწური სახელი და ამასაც გეტყვით მოგვიანებით. ეს მოხდა 1512 წელს, როდესაც ავ-გიორგიმ, ანუ კახეთის მეფე გიორგი მეორემ გადაწყვიტა, რომ აეღო სწორედაც აი ეს ქსნის ციხე და შემოვიდა და დაარტყვის ალყა ამ ციხეს. 3 თვე გრძელდებოდა ამ ციხის ალყა, მაგრამ ვერაფრით ვერ აიღეს კახეთის ჯარმა ეს ქართლის გამაგრებული ციხესიმაგრე და ბოლოს ავ-გიორგიმ ასეთი ჟესტი გააკეთა, რომ ბაგრატ უფლისწულს გაუგზავნა ღვინო თურმე კოკებით, მაინც ბაგრატიონი ხარო და 3 თვეო შენო დამომწყდეული ხარო და ღვინო ალბათ აღარ გექნებაო. რა გააკეთეს ახლა ქართველებმა? გამოუგზავნეს კახეთის გიორგი მეფეს ცოცხალი ორაგულები. შენო მანდ მდინარე ქსანზე ხარო და დიდი ხანია მაინც როგორც იცით თევზი არ გიჭამიაო. ანუ აქ შეფარებულ ადამიანებს ჰქონდათ წყალიც,
თევზიც როგორც ჩანს ძალიან ბევრი და კიდევ დიდხანს გაუძლებდნენ ალყას. აი მიხვდა მაშინ გიორგი მეფე რომ ამ ციხეს ვერ აიღებდა, მოხდა ალყა და წავიდა კახეთში. ამ ბრძოლის შემდეგ ამ ციხეს დაერქვა ძალიან უწმაწური სახელი, ანუ როდესაც ვერ აიღეს გიორგი მეორის ჯარმა ეს ციხე, ამიტომ ადგილობრივებმა ამ ციხეს დაარქვეს, არც მეტი არც ნაკლები, მომჭაბეს ციხე. ყველაზე დიდი საცხოვრებელი და საბრძოლო კოშკი აქ არის აი ეს კოშკი, ამ ქსნის ციხეზე. ჩავიდეთ ახლა ამ კოშკში, აი ჩამოვდივართ. პირველი რაც ჩემი ყურადღება მიიქცია არის აი ეს უზარმაზარი, არ ვიცი რა არის ეს. შესაძლოა ალბათ ესეც წყლის რეზერვუარი იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდია, ძალიან ღრმა არის და თან არის გალესილი, აი რო დააკვირდეთ, ხო? რატო ლესავდნენ ამას, რომ სპეციალურად დიდი ხანი შეენარჩუნებინა წყალი. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ესეც წყლის რეზერვუარი იყო და წეღა რო ყვებოდი სწორედ იმ ამბავს, რომ დიდი ხნის განმავლობაში, 3 თვის განმავლობაში მეცხოვნებს წყალიც კი არ მოკლებიათ. თევზი გაუგზავნეს, იმას რა ქვია, გიორგი მეფეს, ხო? ალბათ სწორედ აი აქ ხდებოდა ეს აქ ინახავდნენ წყალსაც და თევზსაც. აქ არის ასევე რაც მე ვნახე არის, აი უყურეთ. ქვევრის პირი, ქვევრის ნარჩენებია. აქ როგორც ხედავ, საკმაოდ ბევრი საქმე აქვს არქეოლოგებს, ძალიან ბევრი არის, მე მგონი, გასაკეთებელი და საძიებელი და თუ დავაკვირდებით ახლა არქიტექტურას წეგანავს ვთქვით ტიპიურად საცხოვრებელთან ერთად ეს არის საბრძოლო კოშკიც. ჩანს გადახურვა, აი ასევე ნახეთ რამსისქე ძელები არის. ჩვენ თუ ვიტყვით რომ ეს არის 1511-ში აშენებული, რამდენი წლის სადღაც 400-500 წლის წინანდელი მაინც შეიძლება იყოს. მე-18 საუკუნეში თუ განაახლეს, მინიმუმ 300 წლის იქნება აი ეს ძელები. აი აქ თავდებოდა პირველი სართულის გადახურვა. უყურეთ, ბუხარი, აი საკვამურიც არის დარჩენილი. ძალიან ზუსტ გვაძლევს აი ეს კოშკი თუ როგორი იყო მაშინდელი საცხოვრისი დიდი ფეოდალების. მეორე სართული, მესამე სართული, მეოთხე სართული, როგორც ჩანს, 5 სართული და მეხუთე სართულზე არის უკვე საბრძოლო ბაქანი. ძალიან დიდი კოშკი არის, მაგრამ ძალიან სიმაღლით მე ვფიქრობ, რომ სადღაც 15 მეტრი მაინც იქნება სავარაუდოდ აი ამ კოშკის სიმაღლე. დავაგრძელოთ ახლა ჩვენი მოგზაურობა ქსნის ციხეში და ასევე მოვყვეთ რა დაემართა გიორგი მეფეს ავ-გიორგის აი აქ. და აი 1513 წელს გიორგი მეორე კიდე ერთხელ დაესხა ქართლს თავს. ვერ აიღო ქსნის ციხე ისევ, თუმცა გარშემო სოფლები თურმე დაარბია და ეს გამარჯვებული ჯარი გაუშვა კახეთში და ძალიან დარწმუნებული იყო როგორც ჩანს საკუთარ თავში, იმიტომ რაღაცა მცირე ამალი დარჩა, აი აქედან სადაც დაახლოებით 15 კილომეტრში ძალისასთან დარჩა სანაპირო. ბაგრატი დავით მეათის ძმა ჩაუსაფრდა გიორგი მეორეს და აი იქ ნადირობის დროს სწორედაც დაიჭირეს და ეს დატყვევებული მოიყვანეს აი აქ ქსნის ციხეში. და აი აქ გათამაშდა ეს დრამა, რომელზეც ვლაპარაკობ სწორედაც, რომ აი აქ დატყვევებული მეფე დაახჭეს, მოკლეს. როგორც ისტორიკოსი ყვება, მოაშთობინესო ავ-გიორგიო. და აი ახლა ჩვენ ვართ სწორედაც მეფის ამას კვლელობის ადგილას, როგორი ემოცია შეიძლება გქონდეს ხო ადამიანს. ეხლა როგორ განვითარდა კახეთში ამბები და ზოგადად დავით მეათემ ქართლის მეფემ უკვე გადაწყვიტა რომ კახეთის სამეფო შეერთებინა, მაგრამ გიორგის დარჩა მემკვიდრე ლევანი და შეეცადა ქართლის სამეფო ოჯახი რომ ლევანი ხელში ჩაეგდო, თუმცა კახელმა დიდებულებმა გადამალეს ლევანი და შემდეგ ის გაამეფეს, როდესაც გაიზარდა. მე მგონია რომ კახელი ბაგრატიონების ოჯახს რაღაცა საშინელი წყევლა ჰქონდა, აი ძალიან ტრაგიკული იყო ყოველი მათი შთამომავლის ისტორია. თუ მაგალითად ავ-გიორგი მოკლა საკუთარი მამა და ძმას დასთხარა თვალები, მისი შვილიშვილი უკვე ალექსანდრე მეორე მეფე მოკლა საკუთარმა შვილმა კონსტანტინემ და საკუთარი ძმა მოკლა კონსტანტინემ, ასევე უფლისწული გიორგი, შემდეგ კონსტანტინე მოკლეს კახელებმა. თეიმურაზ პირველის ისტორია საერთოდ ყველამიცით ძალიან ტრაგიკული იყო. თეიმურაზ პირველის დედა ქეთევან დედოფალი შაჰმა აწამა სარწმუნოებისათვის ვიცით ხო ქეთევან წამებული და თეიმურაზის შვილები ალექსანდრე და ლევანი არასრულწლოვნები დაახოცინა შაჰმა და თვითონ თეიმურაზ პირველიც გარდაიცვალა ტყვეობაში ირანის კარზე. ისევ გიორგი მეორეს რო დაუბრუნდეთ, გიორგი მეორე დაასაფლავეს, მაინც ბაგრატიონი იყო და დაასაფლავეს ცხეთაში
როგორც წინვალე ისტორიკოსი ბუბა კუდავა ამბობს, ის დასაფლავებული იყო სვეტი ცხოველში, სვეტი ცხოველთან იყო მინაშენი, აი იქ იყო სწორედ დასაფლავებული, მაგრამ ეს მინაშენი დღეს არის დანგრეული, დაკარგული, შესაბამისად, ამ გიორგის საფლავიც არის დაკარგული. ზოგადად, ისტორია რა არის, ხო? ისტორია არის ჩვენი წარსულის მაგალითები, რომელიც უნდა გავაანალიზოთ თანამედროვეობაში და ამით გავგეგმოთ უკვე მომავალი. აი, ქსნის ციხის ისტორიაც ამის საუკეთესო მიგონია.